ამერიკის საელჩო მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში კონკურსს რამდენიმე მიმართულებით ატარებს. პროგრამის კოორდინატორებმა საგრანტო პირობები არასამთავრობო და მედია სექტორს გააცნეს. სამოქალაქო ჩართულობა, ახალგაზრდების ჩართულობა, გარემოს დაცვა, მასმედიის განვითარება. ეს ის მიმართულებებია, რომელზედაც წელს ამერიკის საელჩო მცირე გრანტების პროგრამის კონკურსის გამოცხადებისას აქცენტები გააკეთა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აღნიშნული პროგრამის კოორდინატორებმა სოფო გეგეჭკორმა და ნინო გაგუამ მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს კონკურსის დეტალები გააცნეს. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი ორგანიზაციის თემატიკიდან გამომდინარე პროექტს ახალგაზრდების ჩართულობაზე წარადგენს. ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ახალგაზრდების გააქტიურება, მათი სამოქალაქო პროცესებში ჩართულების უზრუნველყოფა და ეს პრიორიტეტი ამერიკის საელჩოს ააგდავს. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით, ახალგაზრდების გააქტიურების მიმართულებით ჩვენ პროექტს შევიმუშავებთ. საელჩოში შესულ აპლიკაციებს კომპეტენტური კომისია გაეცნობა. საელჩოში შედგება ამერიკელი თანამშრომლებისაგან შემდგარი კომისია. ესენი იქნებიან საელჩოსი და ამერიკის განვითარების ფონდის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები. სგან შემდგარი კომისია, რომელიც რამდენჯერმე იკრიბება, რათა ყველა პროექტი განიხილოს და შუალედური პროექტები შეარჩიოს, რომლებიც მეორე ეტაპზე გადავლენ. საბოლოოდ პროექტები მტკიცდება ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტში. საბუთების მიღების ბოლოვა და 2014 წლის 28 თებერვალია. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში კი გრანტის დაწყების პერიოდი აგვისტო-სექტემბერი. გრანტის ღირებულება 24,000 ამერიკული დოლარი.